გასწავლოთ მეგობრებო, ყველას მევარო, ხოდა დღეს ვიღებთ ისევ FC Mobile-ს, მეგობრებო, დაგიბრუნდით FC Mobile-ით, რა მოხდება წინამდვილეში Paris Saint-Germain-ი vs Lombardia, ანუ იგივე Interi, მეგობრებო, Lombardias სახით. ხოდა მოკლედ ხვალ არის თამაში, ფინალი. თუ მოგეწონებათ აუცილებლად კიდევ გადავიღებ ასეთ ვიდეოებს და ზუსტად ჩემპიონატის ჩემპიონთა ლიგა მეგობრებო ესა ფინალი. კარგი, თუ მოდით დავიწყოთ. ხმას არ აუწევ, იმიტომ რომ კოპირაითია. ხოდა წავედით. მეგობრებო გამოიწერეთ არხი აუცილებლად და ლაიქეთ ვიდეო რომ კიდე გამოვიდეს ასეთი ვიდეოები და დაიწყება ეხლავე აღარ იწყება კაცო გამოდიან ამ შემთხვევით ესა Paris Saint-Germain-ის შემადგენლობა, ესა Lombardias, ანუ იგივე Interis. კარგი, გავათამაშეთ ბურთი. აქ Dembélem ახიეს ბურთი Dembelis, მაგრამ მეგობრებო ისე რომ იცოდეთ, კვარაცხელია რა ამ თამაში არ ჩაუმატებიათ, რა ვიცი, ჩემ თამაში არ ჩაუმატებიათ, მე ვიღაცას ქონდა კვარაცხელია და მე არ მაქვს მეგობრებო ამ თამაში არ აქვს ჩამატებული კვარაცხელია და რაღაცა დაარტყე ბიჭო და გაჭედა თორე ეგრევე დავარტყამდი კაია აქ ჩვენი კაპიტანი მაგრამ სუტყვილა დაიდო ეხა ჯარიმა და გამოვიტანეთ ასე მარტივად ბურთი. ოპა Ramos მიდის. და არის. აბა რა გოლ. აბა რა ბიჭო. და კვარაცხელი არა ხო მეგობრებო. როგორც გითხარით. მაგრამ ჩათვალეთ რომ სკამზეა მეგობრებო. სათადარიგოს და გამზე, მაგრამ რატო არ ჩამატეს, არ ვიცი. და ვიღაცას ყავდა, მაგრამ როგორ დავიყენო, არ ვიცი, მაგრამ ზოგმა მე happy mode-დან მაგ გადმოწერილი ეს და ისე მეგობრებო, თურმე არ ვიცოდი Play Store-დან იწერება. მაგრამ გონი თუ არ ვცდები Play Store-დან ვერ გადმოვწერე და მაგითო გამოვწერე იმე Donnarumma და გაჭედა რაღაცამ და Donnarumma აბა რა დაინახეთ მისი სეივი ბოლოს გამიჭედა მაგრამ უეჭველი დაინახავდით Donnarummis შესანიშნავი სეივი და Ousmane Dembélé და აქ Ramosi მაგრამ დაიკარგა ბურთი მაგრამ ესე პარკოლას აქვს მეგობრებო ბურთი პარკოლა შევიდა და წააქცეს პარკოლა და დასრულდა პირველი ტაიმი მეგობრებო და წავედით ახლა მეორე ტაიმი დაიწყო ვუგებთ ესენი წამოვიდნენ შეტევაზე აქ კარგი პასი ოპა Dembélé და მეკარემ საოცარ სევი გააკეთა და ცოტა ჭედავს მაგრამ არ შემჩნევთ ცოტას გაჭედავს ხოლმე პარკოლა საჯარიმარში აბა რა ბიჭო აბა რა 59 წუთზე 29 ნომერი რომელსაც ქვია პარკოლა შესანიშნავი გოლი გაიტანა მეკარას გადაატარა მგონი
თავზე, ხო, აი ეს გავკეთა ინა. კამერა შევჩენდი განახედით. გადაფრინდა. დაკარგა 33 ნომერმა ბურთი, მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგა. 2-0 მეგობრებო, რას წარმოვიდგენ თუ მამას მოუგებდით ამ მშვენიერ და დებილურ გუნდს. კარგი ხუმრო მეგობრებო, ეხლა დებილური არა. რა თქმა უნდა ვიხუმრე. ეს გუნდი რა თქმა უნდა ლომბარდიაზე ვთქვი. ანუ იგივე ინტერზე. მაგრამ არა დებილობა გუნდი. კარგი გუნდია ინტერი. არ ტურამი ყავთ იმენა მაგარი. ტურამ და კაკრას ტუმარი ვახსენე და ტუმარი მიდის ბურთით. არა აქ ჩვენი კაპიტანი აქ ძრომოძრობა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვიტინია. ეხა ბურთს არ უნდა შევეხოთ. და კარგი რა, ვიტინია ყვითელებარათი. კარგი, ვიტინია გავიდა თამაშიდან. 99 წუთზე. და დუე. ბრასიზმს დუე. და დუე აპარა, დუე. აპარა 90 წუთზე მეგობრებო, 90-ზე მეტია გასული. და მეგობრებო, რა თქმა უნდა, თითქმის მოვიგეთ ეს თამაში. აქ რამოს შეეძლო გატანა გოლით, მაგრამ დუეს მისაპასი და დუემ გაიტანა კიდევაც ალბათ გაათამაშებენ და დასრულდება მატჩი, სადაც PSG გახდა ჩემპიონატი და იმედია 3-0 დამთავრდება მართლა და მართლა მოხდება ეს. ნახეთ რა კადრები, პროსტა უყურეთ, პროსტა. ნახეთ, დონარუმა იღებს თას და გილოცავთ. რა თქმა უნდა თამაში. მაგრამ ხვალ იმედია მოგილოცავთ, როცა კვარაცხელია ერთ გოლს მაინც გაიტანს და ასე შესანიშნავად ითამაშებენ და 3-0 დამთავრდება კი არა და ვაფშე 5-0 უნდა დამთავრდეს და მეტიც ამდენიც შეუძლიათ. და მოკლედ იმედი მაქვს ასე დამთავრდება მართლაც თამაში. ჩემი აზრითაც ან 3-1 დამთავრდება, ან 3-0, უფრო 3-1 მგონია. დამთავრდება ეს თამაში. ან 2-1 ან მე ასეთი. იმედია მართლა დავსვამ ზუსტ ანგარიშს. მაგრამ მე მაწყობს 3-0 რომ დამთავრდეს, მაგრამ აზრე აქვს გახდეს PSG ჩემპიონი, გახდეს მეგობრებო. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერთ არხი და მე კი შეგხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.